შეხედე, მე იქ ვარ, სადაც ჩემი ყურადღება პირდაპირ გამოცდილებაში. ეს არის ერთადერთი უნაკლო პროცესი. ცხოვრების პროცესი, როდესაც ადამიანი არის გონებაში, ილუზორ პროექციაში, ის ქმნის ფენებს, ფენების ფენას, იქ ხედავს დამახინჯებულად, ის ხარჯავს მთელ ენერგიას. პრინციპში, რასაც წარმოადგენს, ის ხარჯავს წყაროს ენერგიას, აზრების ინტერპრეტაციაზე, ფიქრებზე, რეაქციაზე, მოფიქრებაზე, ვარაუდებზე, მსჯელობაზე, ასე რომ თქვენ შეიძლება იყოთ ადამიანი 3D ან 4D, რომელიც არის ამ პროექციაში. ხშირად უყურებ ადამიანს და ვერ გაარკვევს სად იმყოფება. 4-შიც მასაა გადასული, სადაც უამრავი დესტრუქტივია და გონია რომ 3D-ია და 3D-შიც არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულ ჭკვიანი სიტყვების მიღმა არიან. ვერ არჩევ, ვინ არის იქ. თუ ძალიან გრძნობიარე ხარ, მიხვდები. ჩემს ველზე არის ყველა. კრისტალურიდან დაწყებული, ანგელოზებამდე დამთავრებული, მაღალი რანგის მასწავლებლები და ხალხი ყველა განზომილების, ანუ ყველა განზომილების ცნობიერება, ყველა თავისებურად ლამაზია, ყველა ატარებს არაცნობიერ ნიშნებს, შაბლონებს, რომლებთაც აქვთ კონკრეტული ამოცანა. არის გარკვეული ამოცანა სულის. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ ყველა გაიღვიძებს, არავითარ შემთხვევაში ასე არ მოხდება. დამახინჯებების მოშორება არ შეიძლება მედიტაციით. რადგან არსებობს შიდა ღრმა, უფრო ძლიერი ნიმუშები, შაბლონები, პროგრამები, რომელთაც ჩვენ ვუწოდებთ პარაზიტებს, რომელიც წარმოქმნილია რეაქციებით, ნებისმიერი შეუსრულებელი სურვილზე რეაქცია ხდება. შეიძლება ითქვას სუბლიმირებული, ის ხდება გაჯერებული, ისე რომ ის ხდება ცოცხალი. მას უჩნდება საკუთარი ინტელექტი. როცა პროცესში არის რაღაც რეაქცია, წყენა, დანაშაული, სტრესი, ნებისმიერი დესტრუქციული ხასიათის ინტერპრეტაცია, მას უკვე აქვს საკუთარი ინტელექტი. იქიდან ნერვული კავშირი მიეწოდება, თუ როგორ გააგრძელო მოქმედება. ჯერჯერობით გამოხუძების ფარგლებში ზედაპირზე ხედავთ, თუ სად აქვს ადამიანს ეს რეაქცია. კი, საიდანღაც მოდის, თუმცა ახლა ამ მომენტისაა. ამოცანა ვისწავლოთ ამაზე მუშაობა. ვისწავლოთ ჩვენ თავის სიმშვიდის მდგომარეობაში და ბალანსში მყოფობა. სრული დისციპლინა. კი, დისციპლინა აუცილებელია პირველ ეტაპზე. მერე უკვე თქვენ თვითონ ხვდებით, რომ ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც ფენის მოშორება დაიწყო. შენი აღქმა შეიცვალა. შენ უფრო მაღლა გადაჰყავხართ და გაქვს შეგრძნება, რომ ველი დაკავშირდა. შეწყვიტა სიტყვებით აღწერა და დაინახავ იმ გასაღებებს, რომ ჭკუიდან გამოხვედით და მაგალითად ადამიანი მოდის, ის ილუზიაშია, ის ყოველთვის მხარს უჭერს იმას, რაც არ არის. მას სჭირდება შესაბამისი ძალა, რომ მხარი დაუჭიროს იმას, რაც არ არის. ამისთვის კი საჭიროა დაუმთავრებელი რესურსები და ზუსტად იმ ენერგიის ეკვივალენტ თანხას ხარჯავენ განტვირთვაზე. არის სიცოცხლე გონებით, საიდანაც მოდის ყველა რეაქცია და ძლიერდებიან, რომ უფრო რეალისტური იყვნენ. გამოიყურებიან ძლიერები. იქიდან მოდის ყველა გადაწყვეტილება, ამ პატარა ცნობიერებიდან, განპირობებული გონებიდან, გამოედინება ყველა გადაწყვეტილება და ინტერპრეტაცია. ეს აუცილებელია, ანუ ამ პირველი დონის გარეშე, უნარების გარეშე, ვიზუალიზაციის, სიტყვების გამოყენების გარეშე, თუნდაც რაღაცნაირად გამოხატვისთვის. თქვენ ვერ შეძლებთ შექმნათ საკუთარი სცენარები, რაღაც ხომ უნდა გესმოდეთ, შესაბამისად მოხვედით, ცარიელი ხართ უპირობო და მაშინ იქნებით დაკვირვების პროცესში. მაშინ ხდება გამოცდილების გააზრება, დუალობაში ხდება გამოცდილების მიღება. როცა ამ დონეზე გამოცდილება შეაგროვეთ და მასში აღარ არის აუცილებლობა, მხოლოდ მაშინ ადამიანის პროექცია გადადის შემდეგ საფეხურზე. ცნობიერს არ შეუძლია ამის მართვა, იმიტომ რომ ცნობიერს გარკვეული ამოცანა აქვს გამოცდილების მისაღებად. ისინი არ იშლება მაშინაც კი, თუ ადამიანი იტყვის მე მინდა გავიღვიძო. მე ნამდვილად მაინტერესებს ეს წამიყვანეთ. თუ ინტერესი არის, კი შეიძლება ეს ასე ვთქვათ ააშენო, მიაშენო, გააშენო. გჭირდებათ მაშინ რწმენა, ტოტალური რწმენა, ტოტალური გადაწყვეტილება და შემდეგ გასაღებებით ადამიანი აღწევს, როცა არის შინაგანი გამოძახილი და ტოლვა, ადამიანი გამოავლენს თავს. ფაქტიურად ასე მუშაობს. თუ არ არის გამოძახილი, დესტრუქციები ნადგურდება, მუშავდება. როცა არის სიცოცხლე გონებით, გაქვთ რამდენიმე ფენა ცნობიერის. მე ცნობიერი ვარ, ან გონება ვარ. არა, ჩვენ არ გვაქვს კვაფიო გაგება ნათელი საერთო სურათი მატრიცაში. ეს გვაბნევს. არავინ იცის რა არის ცნობიერი, არავინ იცის რა არის ადამიანი. ეს არ არის გარკვეული კონცეფცია. სიტყვებით, ათასობით განმარტება არსებობს. შედით ვიკიპედიაში, აიღეთ ნებისმიერი ლექსიკონი.
განსაკუთრებით მატრიცული ფსიქოლოგია დაიწყებთ იქ ჩაძირვას, უბრალოდ შინაგანი ყურადღებით და ასკანერეთ. რას ვეწინააღმდეგები, რა არ შემიძლია მივიღო, რას ვაკეთებ, სად მეჩქარება და ნახავთ, რომ ეს არის ზუსტად ის წინააღმდეგობა ახალ, რომელიც ეწინააღმდეგება ახალ ენერგიების ნაკადს. ვიყოთ გულწრფელები. თქვენ არ იცით, როგორ გააკეთოთ რაიმე შეგნებულად შექმნათ ამ პირველ ეტაპზე და უფრო მაღლა რა თქმა უნდა ყველა ვერ წავა და ხალხი დარჩება ილუზიაში. მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ პროგრამებზე ნიმუშებზე, შაბლონებზე არიან და ქანაობენ იქით-აქეთ. ხედავენ მხოლოდ თავიანთ პროგრამებს, თავიანთ ველზე. რა პროგრამაც აქვთ, იმ პროგრამის ვიდეოებს უყურებენ. ისეთ ადამიანებს ხედავენ. ყველაში იმას ხედავენ და გქონიათ რაც თვითონ აქვს, უბრალოდ ასე მუშაობს პროგრამა, სანამ მას არ მოიშორებ. ადამიანი წერს კომენტარს და გქონია ეს რეალურია თავის თავს წერს, ეს მისი პროექციაში ხდება. და ბევრ სულს აქვს თავისი დანიშნულება, ამიტომ არასოდეს ან ვერასოდეს ვერ წაიყვანთ ვერავის ძალით. თუ ადამიანმა პირველი ეტაპი ვერ გაიარა, მას არ შეუძლია ფუნდამენტის შექმნა შემდგომისთვის. ჯერ კიდევ შემოქმედებაში მაინც პატარა მოვლენებში მაინც შექმნა ჰარმონია და შეინარჩუნო. უნდა დაფიქსირდეთ საკუთარ თავზე, რა მინდა, როგორ მინდა, რა თქმა უნდა, თქმა ადვილია. ასე მოგიწევთ გაკეთება, ჩართოთ მთელი დისციპლინა და გამოერთოთ მატრიციდან, მოშორდეთ ამ აღქმას. კი, მე იქ შევედი იმ წერტილში შვილით. ჩემი სულია, ჩემი გზაა ასეთი. მე ჩემ თავს ამით ვიდაბლებდი, ამით ვაიძულებდი თავს ჩავწირულიყავი, რადგან ბავშვთან და მით უმეტეს ბავშვებთან ერთად უფრო რთულია ამის გავლა, ვიდრე მარტო ადამიანისთვის, თუმცა ყველაფერი ერთი და იმავეზეა. 4-დე ბევრს გაძლევს ტექნიკური თვალსაზრისით. დამამშვიდებელი საშუალებები, ჰარმონიზაციის სხვადასხვა ტექნიკები, მედიტაციები, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები და ძალიან ბევრი რაღაცეები. თუმცა როგორც უსასრულო ცნობიერი, გიპნოთერაპევტის და ფსიქოლოგიც მატრიცაში თამაშობს, როგორც უმაღლესი მასწავლებელი და ხედავ თუ რამდენად ბევრ ადამიანს არ შეუძლია ჰარმონიზაციაში იყოს, როცა მედიტაციას უსმენენ. რატომ? იმიტომ რომ არის შინაგანი რწმუნებულება, რომელიც ინახავს შაბლონებს, შესაბამისად ადამიანის შედის მედიტაციაში ცნობიერით. ესე, მე მინდა ეს რატომღაც მე მაქვს გეგმები ამ მედიტაციაზე, მე მაქვს მოლოდინი ამ მედიტაციისგან, არ შემიძლია მოვდუნდე. დააკვირდით, შეგიძლიათ მოდუნება? ყველაფერი საჭიროა რაც ხდება, გამოცდილება. კი, იყო სცენარი, სადაც არ შეგეძლო, არ მოგეწია, არ შეგეძლო, არ გეჭამა, არ შეგეძლო წონაში დაკლება, არ შეგეძლო გასულიყავი გამოფხიზლებაში, არ შეგეძლო წამოსულიყავი სამსახურიდან, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. იმისთვის მოხვედით, რომ რაღაცა ითამაშოთ. გაქვთ გარკვეული ნიმუში, შაბლონი, მას არ აქვს განსაზღვრული სტრუქტურა. თეატრი ხდება მომენტში და გახსოვთ, რომ დადიხართ სამსახურში. ყავთ გუნდი, ქმნით სოციუმს, თქვენ ქმნით ყველაფერს სავალდებულოს, სანამ გახსოვთ. ახალი სამსახური რომ ჩატვირთოთ, მოგიწევთ ახალი კოსტიუმის მორგება. თუ გინდა იყო მდიდარი, უნდა ჩაიწერო ეს პროგრამა, რომ მე სინამდვილეში მდიდარი ვარ. მარტივი არ არის. ტესტავ საიტს და მერევ წერ. იყო აპოკალიფსი, იყო მეორედ მოსვლა, იქნება კიდევ რამე. კი, იქნება. შესაბამისად, როცა ეს იქნება, თქვენ ჩართავთ ინსტინქტურ ქცევას ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ ვერაფერს გადაწყვეტთ. ეს იქნება გამოსავალი გარემოებების მიხედვით. ვინც დაბრუნდა თავის თავში, ვინც დაბრუნდა ჰარმონიზაციაში, ის მაქსიმალურად შეეცდება ეს შეინარჩუნოს. შეძლებს ის, ვინც მართლა გაიღვიძა. როცა გაიღვიძეთ და აცნობიერებთ რა ხდება თქვენს პროექციაში, იქნება მაქსიმალური კომფორტი ნებისმიერ გარემოებებში. თქვენ გესმით რა ხდება, რატომ ხდება და როგორ მოიქცე, ან საჭიროა თუ არა საერთოდ მოქცევა. ახლა ნუ განიხილოთ ცუდ რამეს, თქვენ მას მომავლისთვის ამატერიალიზებთ, როგორც კი კეფაში გამოჩნდება საერთო სურათი, უარყოფითი პროექცია. მაგალითად უყურებთ რაღაც პოზიტიურს და ადამიანმა დაინახა იქ რაღაც ცუდი. მისი შაბლონების გამო დაინახა რაღაც ცუდი. მთელი ხაფა აქვს თავში. ამოდის ეს ყველაფერი, ამოდის და მადლია, როცა ამაზე გამოხუძებული არ რეაგირებს. როცა ხედავ, რომ შემოქმედი ძლიერია და როგორ ზის ის თავის დესტრუქტივში და кайფობს ამით. არ გეგონოთ, რომ ადამიანი იქით ანჯება, რომ რაღაც არ მოსწონს. სული გადის გამოცდილებას, გონებას მოსწონს ეს. ხშირად გამოდის ასეთი ორგაზმული სიამოვნება, რომ ადამიანი არ გადაუხოს ამ გზას. უმკურნალეთ, როგორც გინდათ, ისე მოეკეთით, მაგრამ არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ გამოღვიძებაში გასვლა ბუნებრივი პროცესია. როცა ადამიანში იღვიძებს ქრისტეს ცნობიერება, მისი ცნობიერება ერთიანი ველის, ეს არ ეხება მთელს დედამიწას. არ იფიქროთ, რომ ახლა ეს ყველაფერი ჩქარა მოხდება. კიდევაც ვიტყვი, რომ ეს
ანუ ვიტყვი 100% შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველას არ შეეხება. გადადიხართ გარკვეულ განზომილებაში და სადღაც დესტრუქტივი ჩაიხურება. თუმცა ასე ვერ იცხოვრებ დედამიწაზე, იმიტომ რომ გაია პრინციპში იყო განზრახული და თქვენ თუ იცით თუ ვის მიერ იყო ჩაფიქრებული, ის იყო ჩაფიქრებული ორ მხარედ. მხოლოდ იმიტომ რომ აქ გაგეკოთ ეს ყველაფერი, აქ მოხვედით ითამაშოთ გარკვეული სცენარები, გონებრივად წარმოიქმნება ფიქრები, მას ეს ძალიან უყვარს. იყო პერიოდი, როცა ეს საჭირო არ იყო, როცა თქვენ ხართ წყარო, ვინც ახლა უსმენთ განსაკუთრებით, რომლებიც დაიკარგეთ. მილიონი კადრიდან თქვენ დაიჯერეთ, რომ არის რაღაც სურათი და მაშინ გამოდიხართ საკრალური ცენტრიდან, საკრალური გულიდან, როგორც კი იჯერებთ, რომ თქვენ იმყოფებით რეალობაში, რომელიც ფიქსირებულია და სტატიკური, თქვენ გამოდიხართ საკრალური ცენტრიდან, საიდანაც ხორციელდება თქვენი შემოქმედების პროექცია. მარტივი სიტყვებით, არის წყარო, რომელიც არის თქვენს უკან, არის სამი პროექცია, სამი სხივი, ორი აქედან პრინციპში მუშაობს ერთ სიხშირეზე. მოდით შევხედოთ სიხშირეებს, რა პროექციაშიც ადამიანი ცხოვრობს. ის შეიძლება გამოავლინოს. ფიქრობს, ანალიზს აკეთებს, მსჯელობს, იხსენებს, სხივი ანათებს უკნიდან თქვენს თავზე. და გონებაში ეს პატარა პრიზმა, ეს პატარა მეა, ეს განუვითარებელი მეა, ის თulis თავის თავს ძალიან ჭკვიანად, მაგრამ ის ერთ-ერთი პირობითობაა. ეს არის ჩაწერილი პროგრამა, ის გამოდის განსაზღვრული პირობებიდან, როცა გეტვირთებათ ხმის და ვიზუალური კოდი, ჩატვირთული შაბლონები. თქვენ ვერ მოხვიდობით დიდი საერთოდ სუფთა. თეორიულად ფსიქოლოგიაში კი თქვენ მოდიხართ ცარიელი, მაგრამ არ შეიძლება ასე იყოს, რადგან თავიდანვე დაპროგრამებულია თქვენი ოჯახი და ასე შემდეგ. მე ნახავთ, როგორ იწყებოდა მთელი სურათი, როგორი ლამაზი სცენარი დაწერით და აქ მოქმედებს ყველა სუბლიმაცია. ყველა ფიქრი, ყველა ფიქრს ჰყავს თავისი პარაზიტი და ისინი მოქმედებენ და გონებიდან ხშირად გადადის ნაწლავებში. იქ გადის დიდი ნერვი, ის გადის პირდაპირ და ძალიან სწრაფად გადასცემს აზრებს და ვიბრაციებს ტვინში. ყველა აბსოლუტურად პატარა უჯრედულს, ვინც ყავთ, გადაეცემა ვიბრაცია, მათი მდგომარეობა, მათი აზრი, მათაც აქვთ აზრი, შესაბამისად ფიქრები თქვენი არ არის, ეს არის არსებების ფუთა, რომლებიც თამაშობენ საკუთარ თავთან, სანამ თქვენ წყარო არ ხართ. ტვინს არ შეუძლია მახსოვრობა. ეს ელექტრონული თხევადი მასაა. ხშირად შეგიმჩნევიათ ალბათ, როცა მშიერი ხართ და თქვენ გაბრაზებული ხართ, სანამ არ შეჭამთ. არაფრის კეთება არ შეგიძლიათ, ანხელები გიგაგარებთ. ეს ურთიერთკავშირშია, თუმცა ცუდი არ არის. არის კიდევ ერთი პროექცია, რომელიც დაკავშირებულია წყაროსთან, დაბრუნებასთან, ნამდვილ ცენტრში, შემოქმედებაში, სადაც იხსნება საკრალური, სულიერი მოაზროვნე გული. ნებისმიერი ქირურგი გეტყვით, რომ არის გულში პატარა ადგილი, რომელსაც არაფრით არ უნდა შეეხო. ეს არის გარკვეული ცენტრი, რომელსაც აქვს ენერგია და ნეირონების სიჩქარე. იქ უფრო მაღალია, უფრო ცოტაა ნეირონები, თუმცა სიჩქარე უფრო მაღალია. ის უკავშირდება ყველაზე მაღალ ჩაკრებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ფიზიკურ სხეულს ზემოთ. საკრალური გული მოითხოვს ყურადღებას, თქვენ კი მუდამ თავში ხართ და თქვენ ქმნით თქვენს რეალობას, თქვენ ქმნით მხოლოდ თავიდან, აძლევთ უფლებას იყოთ პირობითი. მუდამ თქვენ სარკეებთან თამაშობთ შაბლონებს და სხვა არაფერი არ ხდება. დავალება ისწავლოთ შინაგანი ჩართვით, გაიგოთ როგორი მნიშვნელოვანია გამოხვიდეთ თავიდან და იყოთ ტოტალურად ბედნიერი, საჭიროა თავს დაუბრუნდეთ, ეს ავტომატურად მოდის. თქვენ ხდებით სასიამოვნო, საყვარელი, ნათობი, დიდი, მასშტაბური. თქვენ სიკვდილ ნათდება ყველაფერი, თქვენ ბზინვით იზიდავთ, შვიდები ხართ რაღაცნაირად შენელებულები. რასაც ვაკვირდები, სხეულს მუშაობის შესაძლებლობა ეზრდება გაცილებით. ინტერესები და სიამოვნება იზრდება, დადებითი მომენტები იზრდება, დესტრუქციული მცირდება მინიმუმამდე. დავალებაა, მეოთხეში ვინც ხართ, გაიყვანოთ ხალხი გაცნობიერებაში, ჰარმონიაში. შექმნი რეალობას, ამიტომ აუცილებელია ისწავლო ემოციის მართვა, შეხედო საიდან მოდის, რა ხდება. ენერგია მოაგროვო. როცა მთელი ველი ჩართულია, ყველაფერი ენერგიის სუბლიმირებას აკეთებს. ლიბიდოს ენერგიის და ის მიდის ან შემოქმედებაში, ან თვითრეალიზაციაში. ძალიან საინტერესო პროცესებია. მადლობას გიხდით ყველას, ვინც ბოლომდე მოусმინეთ მთელი გულით და ყველას ვუბრუნებ ენერგიას, ვინც დააკომენტარა, ვინც დაალაიქა, ვისაც უნდა იყოს ჩემს ველზე და ვინც თვითონ დაინტერესებულია სწავლებით, ვინც თავის ფასლს აგროვებს. მიყვარხართ, კიდევ გამოჩნდები.